ღვინის საკითხზე, ანუ მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს სამხედროთან და აფხაზეთთან და საქართველოში ანუ ზაქარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამგვარი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რომ ეს მოლაპარაკებები ახლა არის დასკვნის სტადიაზე და სულ უმოკლეს ხანში შესაძლოა გაკეთდეს მნიშვნელოვანი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის რკინიგზის ეს მონაკვეთი იქნება გახსნილი. საქართველოს საზოგადოებისგან ფარულად მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები და ამიტომ ჩვენ დღეს მივმართეთ ხელისუფლებას, რათა გამოაქვეყნოს ყველა დეტალი, შინაარსი ამ მოლაპარაკებების და ქართული ხალხის ზურგს უკან მიიღებს ისეთ შეთანხმებას რუსეთთან, სომხეთთან და მარიონეტულ აფხაზეთის მთავრობასთან, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. რაც შეეხება განცხადებებს ქართველი მინისტრების, ეს არის უბრალოდ შეშინებულის პოზიცია, იმიტომ რომ ისინი მალავდნენ ამას და ახლა როდესაც გამომძეულდა და როდესაც სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურმა უცნაურმა დაადასტურეს ამ მოლაპარაკებების შესახებ, სხვა არაფერი არ დარჩენია, თუ არა ის, რომ თქვა, რომ ასეთი მოლაპარაკებები საერთოდ არის. მე მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები იწყება და ის დარწმუნებულია, რომ სულ უახლოეს ვადებში იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ რაც არ უნდა მალონ ეხლა ამ მოლაპარაკებების არსებობის შესახებ საქართველოს მინისტრებმა ყველასათვის არის ცნობილი, რომ ასეთი მოლაპარაკებები არსებობს, უბრალოდ ჩვენთვის არის უცნობი ის დეტალები, რომელიც შესაძლოა დამაზიანებელი იყოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის.